ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო და აი აქ ვართ. დღეს ადრე ირანის რეგიონში, რომელიც კარგის კუნძულს ესაზღვრება, F-15 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ ის ჩამოაგდეს. ორივე ეკიპაჟის წევრმა კატაპულტირება მოახდინა. ამერიკულმა სამძებრო სამაშველო ჯგუფებმა ერთ-ერთი მათგანი სწრაფად გადაარჩინეს. ამ ტექსტის დაწერის მომენტისთვის გაითვალისწინეთ, რომ ეს ამბავი სწრაფად ვითარდება. მეორე კვლავ დაკარგულად ითვლება. ეხლა, რადგანაც დიდი ალბათობით, როცა ამ ვიდეოს უყურებთ, სიტუაცია ისევ შეიცვლება, დღეს მინდა უფრო ზოგად პრობლემაზე ვისაუბრო. შეიძლება ირანმა დააკავოს ავიატორი და ჩვენ ვიქნებით იმ სიტუაციაში, რომელსაც ახლა აღწერ. ან იქნებ შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნოს ავიატორი. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად და ომის გაგრძელების შემთხვევაში, თუ ის გაგრძელდება 2 ან 3 კვირაზე მეტხანს, საბოლოოდ ისევ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. და ეს აჩენს კითხვას, როგორ უნდა ვიფიქროთ ამ სიტუაციაზე. მოხდება ეს ეხლა თუ მოგვიანებით? განსაკუთრებით მინდა განვიხილოთ ცივი ომის შემდგომი პერიოდის ფიქსირებული ფრთის მქონე თვითმფრინავების საბრძოლო ჩამოგდებების ისტორია, რათა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ სიტუაციის გარდაუვალობას. შემდეგ განვიხილავთ იმ პოლიტიკურ შედეგებს, რაც ირანის მიერ ჩამოგდებული მფრინავის დატყვევებას მოჰყვება. შემდეგ გადავხედავთ, როგორ შეიძლება ამან შეცვალოს აშშ-ის საბრძოლო გეგმები, განსაკუთრებით ჩინეთთან დაკავშირებული ფართო კონტექსტის გათვალისწინებით. მაგრამ მოდით დავიწყოთ ავიაციის განმეორებადი პრობლემით. და რომ დავაზუსტო, აქ პრობლემა ისაა, რაც სხვა ყველა ქვეყნის სამხედროებს შეშურდებოდათ. შეერთებულ შტატებს შეუძლიათ საზებატონობა ისე, როგორც არავის სხვას. მაგრამ ეს არ ხდის ბიზნესს დაუმარცხებელს და ეს შეიძლება იყოს დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი. 1991 წლის ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი ამის დასტურია, თუმცა ეს მოხდა მაშინ, როცა შეერთებული შტატები გადადიოდა მაღალტექნოლოგიურ თანამედროვე საჰაერო ძალად. სადამ ჰუსეინის ძალებმა ომის დროს ჩამოაგდეს თითქმის 30 ფიქსირებული ფრთის მქონე თვითმფრინავი, რომელთაგან მათ შორის ყველაზე მეტი იყო E-10 Warthog-ი. ეს თვითმფრინავები ყველას უყვარს და მათზე მოგვიანებით ბევრს ვისაუბრებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შემთხვევები განსხვავდება მიმდინარე სიტუაციისგან, რადგან ერახმა ასევე აიყვანა რამდენიმე თვე უფრო ჩვეულებრივი საბრძოლო სიტუაციებიდანაც. სწორად რომ თქვათ, დღევანდელ სიტუაციასთან საუკეთესო შედარება ბოსნიის ომიდანაა, სადაც სკოტ ო'გრეიდი 6 დღის განმავლობაში იმალებოდა მტრის ხაზებს მიღმა, სანამ ამერიკულმა საძიებო სამაშველო ოპერაციამ არ იპოვა და გამოიყვანა იგი. დაამატეთ F-16-ები იმ თვითმფრინავების სიას, რომლებიც დაუმარცხებელი არ არიან. კოსოვოში კიდევ 2-3 მიზნე ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი იყო FS-17 Nighthawk-ი, განსაკუთრებით ცნობილი როგორც Stealth თვითმფრინავი. მეორე თვითმფრინავს მართავდა დევიდ გოლდფეინი, რომელიც მოგვიანებით ობამას დროს აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი გახდა. თუ ახლანდელ პერიოდს მიუახლოვდებით, შეიძლება უცნაურად მოგოჩვენოს არსებული სიტუაცია, რადგან ავღანეთსა და ერახში ომების დროს ასეთი ჩამოგდებები არ მომხდარა. სადამ ჰუსეინის მხარეს კიდევ ერთი A-10 Warthog-ი სამიზნე გახდა 2003 წლის 8 აპრილს. ამასობაში თალიბანმა სხვადასხვა თავდასხმა დაიბრალა, მაგრამ არც ერთი არ დადასტურებულა. თუ ყურადღებას მხოლოდ მიმდინარე ომზე გავამახვილებთ, შეიძლება გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მოტივირებულმა ქუეითელმა დამცველებმა 3 F-15 ჩამოაგდეს 2 მარტს. მაგრამ ეს იყო მეგობრული ცეცხლის შემთხვევები, ამიტომ არ არსებობდა რისკი, რომ ამერიკელი პილოტები მტრის ხაზებს მიღმა აღმოჩნდებოდნენ. მტრის თავდასხმების მხრივ არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა დაარტყა MQ-9 რიპერებს. მაგრამ ისინი უპილოტოა და შესაბამისად კვლავ არ არსებობს რისკი. სერიოზული სიტუაცია კი 9 მარტს შეიქმნა, როდესაც ირანმა დაარტყა F-25-ს. სხვაობა იმ შემთხვევასა და დღევანდელ დღეს შორის ისაა, რომ მაშინ პილოტმა შეძლო დაზიანებული F-25-ის მეგობრულ ბაზაზე დაბრუნება. ამ საკითხს იმიტომ წევ წინ, რომ კიდევ ერთხელ თქვა, დომინირება არ ნიშნავს დაუმარცხებლობას. დარწმუნებული ვარ, უკვე გსმენიათ განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს დარტყმა ამტკიცებს, თითქოს შეერთებულმა შტატებმა ცაზე კონტროლი დაკარგა. თუ ეს ახლა ასეა, მაშინ ასე იყო 9 მარტსაც. ცაზე კონტროლი არ უნდა განისაზღვროს იმით, გადარჩება თუ არა პილოტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროცესს და არა შედეგს. ვიცი, რომ ძალიან მიმზიდველი მედიის ამბავია, როცა ავიატორის სიცოცხლე საფრთხეშია, ამიტომ ინტერნეტში ამ თემაზე კომენტარები გაიზრდება. მაგრამ ეს არ არის სწორი გზა, რომ ასე შევხედოთ სიტუაციას. შესაბამისად, მე ამჟამინდელ სიტუაციას ასე დავახასიათებდი. ის უფრო მძიმეა, ვიდრე საზოგადოება 24 საათის წინ ფიქრობდა, მაგრამ ანალიტიკური თვალსაზრისით თითქმის იგივეა, რადგან ეს რისკი უკვე გასაგები იყო.
იმის გასამყარებლად, რომ შეერთებული შტატები არ არის ზედმეტად შეშფოთებული ირანული გადამჯერლების გამო, საძიებო სამაშველო ვერტმფრენების ეკიპაჟები პირდაპირ ირანის ტერიტორიაზე ირებენ საწვავს ჰაერში, რაც ჩვეულებრივი ირანელებისთვის თავისუფლად გადასაღებია. ცხადია, დაკარგული მფრინავის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩანს, რომ ისინი მცირე ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ქვეშ აღმოჩნდნენ, როცა დაკარგული მფრინავის პოვნას ცდილობდნენ. მაგრამ ამას არ გააკეთებდი თუ გჯეროდა, რომ მეორე მხარე კიდევ ერთ რაკეტას ისროდა შენს მიმართულებით. F-15-ის ინციდენტის გარშემო ატეხილი ილია ლიაქოთის ფონზე ყურადღების მიღმა დარჩა ისიც, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ვართოგიც ჩამოაგდო. ეს ამბავი ისეთ დიდ სიახლედ არ იქცა, რადგან როგორც ადრე F-35-ის შემთხვევაში პილოტმა ვართოგ უსაფრთხო ადგილზე მიიყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ კატაპულტირდა. თვითმფრინავი შეიძლება ძველია, მაგრამ გამძლეა და სწორედ ამ გამძლეობამ გადაარჩინა ეს ამბავი უფრო დიდ ისტორიად ქცევას. ამ ეტაპზე, სანამ ირანი შეძლებს ასეთი სიხშირით ჩამოაგდოს თვითმფრინავები, ჩვენ კვლავ ვიხილავთ, როგორ ახორციელებს შეერთებული შტატები დაბომბვის ოპერაციებს ირანში, რადგან აშკარა საფრთხის დონე ჯერ კიდევ არ არის იმდენად მაღალი, რომ ეს თვითმფრინავები გაიწვიონ. თუმცა მოითმინეთ რამდენიმე წუთით და ჩვენ განვიხილავთ შესაძლო ცვლილებებს. სამხედრო რისკებზე დასკვნის სახით თუ რაიმე შეშფოთებაა, ეს უნდა იყოს ის, რომ სიტუაცია როგორც ჩანს არ უმჯობესდება. საჰაერო კამპანია ეფუძნება მოწინააღმდეგის დასუსტებას, რათა დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო დასუსტდეს. დღეს ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მონაცემი ბევრად უფრო დიდ გარემოში, მაგრამ ირანის დარჩენილი საჰაერო თავდათვის შესაძლებლობები უნდა აჩენდეს კითხვებს პენტაგონში ომის მიმდინარეობის შესახებ. და მოგვიწევს ამ საკითხს უფრო სერიოზულად დაუბრუნდეთ, თქვათ ერთ კვირაში, თუ კიდევ რამდენიმე ჩამოგდებული თვითმფრინავი დაემატება სიას. უფრო დიდი შეშფოთების მიზეზია პოლიტიკური შედეგები იმ შემთხვევაში, როცა პილოტი მტრის ზურგში დაეშვება. ეს შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა გზით განვითარდეს, რომელთაგან არც ერთი არ არის კარგი. დაღუპული პილოტის ცხედარს ქუჩებში ათრევენ, ან გადარჩენილი პილოტი სამხედროდ ხვეხდება. ორივე შემთხვევაში ფოტოები სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს შეერთებული შტატებისთვის. თუ ომის პირველივე დღეზე დავბრუნდებით, მაშინ ვთქვი, რომ თუ ეს კამპანია დიდხანს გაგრძელდება, გარდაუვალია, რომ ამერიკელი დაიღუპება. გამოიწვევს თუ არა ეს იმას, რომ საზოგადოება, რომელიც ისედაც დაბნეულია, რატომ ვართ იქ საერთოდ, ომის წინააღმდეგ გამოვიდეს. კლინტონზე რომ დავბრუნდეთ ცოტა ხნით, მან კარგად იცის, რა შედეგები შეიძლება მოხდეს ეს ომში დაღუპულებს, როცა სარგებელი გაურკვეველი. და მიუხედავად იმისა, რომ ირანში მისია უფრო ნათელია, ვიდრე მოგადიშუს ბრძოლაში Black Hawk-ის ჩამოგდება, ეს მაინც უნდა იწოვდეს გარკვეულ შეშფოთებას თეთრ სახლში. დიახ, ჩემს წინა სიაში ფიქსირებული ფრთის მქონე თვითმფრინავების ინციდენტებზე ყველაზე შემაშფოთებელი პარალელი სომალიდან გამომრჩა. რადგან მხოლოდ დაღუპულები არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე ვნახეთ 12-ზე მეტი ესეთი შემთხვევა. გვაქვს ფოტოები მათი დროშით დაფარული კუბოებისა, რომლებიც სახლში ბრუნდებიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. დამახინჯებული სხეული, რომ ამერიკელმა საზოგადოებამ ნახოს. ეს შეიძლება სულ სხვა ამბავი იყოს. თუმცა 2026 წლის ვაშინგტონი განსხვავდება 1993 წლის ვაშინგტონისგან. ჩვენ ბევრად უფრო პოლიტიკურად პოლარიზებულები ვართ. დემოკრატების მხარდაჭერა ომის მიმართ დღეს ვერ შეიცვლება მნიშვნელოვნად შავი ქორის ჩამოგდების მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში, რადგან ის უკვე თითქმის ნულთანაა. დამოუკიდებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილები პოზიციის შეცვლისკენ. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი კითხვა ისაა, დაინახავთ თუ არა რესპუბლიკელების მხრიდან დონალდ ტრამპის მასობრივ მიტოვებას. ნამდვილად, მან უკვე დაკარგა ამერიკა უპირველეს ყოვლისა იზოლაციონისტების ჯგუფი ირანში ოდნავ ჩარევითაც კი. სად გაავლებს დანარჩენი მაგა მოძრაობა ზღვარს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. სხვა თემაზე გადავიდეთ, მოდით განვიხილოთ შეერთებული შტატებისთვის სამხედრო თვალსაზრისით არსებული შედეგები. საჰაერო დარტყმები გაგრძელდება F-15-ის ჩამოგდების შემდეგაც. შეიძლება ახალი ყურადღება გამახვილდეს ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემების ძებნაზე, თუმცა ეს დააყოვნებს შემდგომ დარტყმებს იმ ობიექტებზე, რომლებიც პენტაგონისთვის უფრო ღირებულად მიიჩნევა. შეგახსენებთ, რომ ასეთი რამეების პირველი შედეგი ის არის, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებების დროს მოთხოვნებს ამცირებს, მაგრამ ირანი ამ ეფექტს სრულად ანეიტრალებს იმავე რაოდენობით მოთხოვნების გაზრდით. უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ როგორ აისახება უფრო ნელი საომარი გეგმა მოლაპარაკებების სირთულეებზე და პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რა უდევს თქვენი აზრით ომს საფუძვლად. ხედავ, რომ ეს შეიძლება ცუდი ამბავი იყოს, განსაკუთრებით თუ ევროპაში ხართ და უბრალოდ გსურთ ჰორმუზის სრუტე ისევ გაიხსნას. თუ ეს შესაძლებლობის ფანჯრის სიტუაციაა და პენტაგონის გეგმა უბრალოდ ჩამოიაროს იმ სამიზნეების სია, რომლებიც აშშ-ს დაზვერვის აზრით ირანული პროტესტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი უფრო ხანგრძლივი ომი იქნება.
შეერთებული შტატები გააგრძელებს მანამ სანამ ეს სია არ დასრულდება და ზედმეტი სიფრთხილე უბრალოდ აჩიანურებს პროცესს. მაგრამ მოდი განვიხილოთ, როგორ გამოიყურება უფრო რადიკალური ვარიანტები იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება. იქნება ეს პოლიტიკურად Black Hawk Down-ის კრიზისის გამო, თუ სამხედრო თვალსაზრისით მეტი გამანადგურებლის ჩამოგდებით ისე, რომ პილოტები საფრთხეში არ აღმოჩნდნენ. ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ ამ პროცესის პირველ ნაწილს. მაგალითად, თუ ირანმა შეიმუშავა ახალი სტრატეგია ამერიკელი გამანადგურებლების დასარტყმელად და დღევანდელი სამიზნეები ამ უფრო დიდი სტრატეგიის პირველი ტალღაა. პირველი ნაბიჯი Tomahawk-ის გაშვების რაოდენობის გაზრდაა. გახსოვდეთ, შეერთებულმა შტატებმა ომის პირველივე დღეებში ასობით Tomahawk-ი გამოიყენა, რადგან ისინი უსაფრთხოა. მათ შორიდან ზღვიდან უშვებენ და არც ერთი ამერიკელი არ არის ცაში საფრთხის ქვეშ. ეს არბილებს მტერს და ამზადებს ნიადაგს უფრო მასშტაბური საჰაერო ოპერაციებისთვის, როგორც შემდეგ ვიხილეთ. ამასობაში რიპერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. ამგვარად, პირველი ვარიანტია დაბრუნება დასაწყისში. მაგრამ ეს კიდევ უფრო დააცარიელებდა Tomahawk-ის მარაგებს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ პენტაგონში ვიღაცა საბოლოოდ საბოლოოდ ეტყვის ტრამპს, რომ საკმარისია. შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლებს ამ პროცესის გაგრძელებას ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში არსებული მდგომარეობის გარისხვის გარეშე. დადგა დრო, რომ ირანი დავტოვოთ და დაუბრუნდეთ status quo ex ante. სხვა პოლიტიკურ წრეებში შეიძლება პრეზიდენტს შეახსენონ, რომ ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ გაანადგურა ის, რაც სურდა. გაენადგურებინა ირანის მარაგების თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში თუ დონალდ ტრამპი შეშფოთებულია სიტუაციის აღქმით. რადგან გარკვეულწილად ეს სიმართლეა. ამ ნივთების ნაწილი მართლაც განადგურდა. და შესაძლოა ამ ჯგუფმა ნუგეში იპოვოს იმაში, რომ მიუხედავად დღევანდელი უკუსვლისა, შეერთებულმა შტატებმა ირანის ცა ერთი თვეზე მეტხანს აკონტროლა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის თავდათვის გასაძლიერებლად ჩინური პლატფორმები იყო განთავსებული. თუ ვინმეს თაივანში შეჭრის იდეა გაუჩნდება და შეგახსენებთ, რომ იქ როლები შეცვლილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მოუწევს იპოვოს გზა, რომ თავისი გამანადგურებლები ჰაერში აიყვანოს და არსებული status quo შეცვალოს. დაუბრუნდეთ ირანს. სტრატეგიის ნაკლებად რადიკალური გადახედვა შეიძლება იყოს Warthog-ის მისიების შემცირება ირანის სანაპიროს გასწვრივ. ისევ, ესენი გამძლე თვითმფრინავებია, მაგრამ მათ არ აქვთ საზენიტო რაკეტებისგან თავდათვის საშუალებები, ამიტომ სანაპიროს გასწვრივ შეტევითი გადაფრენები შეიძლება უფრო საშიში ჩანდეს. შეიძლება ეს მოხდა დღეს. აქ მთავარი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ Warthog-ები ისეთივე ძვირფასი არ არის, როგორც თანამედროვე გამანადგურებლები, პილოტის დაჭერის პროპაგანდისტული მნიშვნელობა ირანისთვის უფრო მნიშვნელოვანია. საუკეთესო ამბავია შეერთებული შტატებისთვის ის, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ შეჰედის დრონების განადგურება პირდაპირ ურის თავზე, სადაც მანძილი შეიძლება Warthog-ისთვის ფარის როლს ასრულებდეს. საშუალო ვარიანტია გადაიხედოს, რომელი გამანადგურებლები დაფრინავენ ირანის თავზე. იმის გასამყარებლად, რომ შეერთებულმა შტატებმა კარგად იცოდა, რომ F-15-ის შეიძლებოდა დაერთხათ, უნდა აღინიშნოს, რომ F-15 უხილავი თვითმფრინავი არ არის. F-25 კი, პირიქით, უხილავი თვითმფრინავია. თუ ირანმა რამდენიმე კვირის წინ შეძლო უხილავ თვითმფრინავზე დართმა, მაშინ ირანს მით უფრო გაუადვილდებოდა უხილავი ტექნოლოგიის არ მქონე თვითმფრინავზე დართმაც. აშშ-ის ცენტრალური სარდლობისთვის F-15-ის გამოყენების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ამ თვითმფრინავს მნიშვნელოვნად დიდი საბრძოლო ტვირთის გადატანა შეუძლია. ასე რომ შუალედური ნაბიჯი იქნებოდა დროებით F-15-ების გამოყვანა, სამიზნეების დამატებითი დამუშავება და შემდეგ სრული პროგრამის გაგრძელება. კარგი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ძირითადი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი დღისთვის. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება საბოლოოდ დღევანდელი კრიზისი, ირანის მიერ აშშ-ის სამხედროშის სამხედრო პერსონალის ცოცხლად დატყვევება, ან მათი ცხედრების ხელში ჩაგდება პოლიტიკური პრობლემაა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. თუმცა რამდენად მძიმეა ეს, გარკვეულწილად ბუნდოვანია. ამ ინციდენტის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები მხოლოდ მცირე ცვლილებებს შეიტანს საბრძოლო გეგმაში, მანამ სანამ ირანი არ აჩვენებს, რომ მას ეს შესაძლებლობა უფრო ხშირად აქვს. და ის ვარიანტები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია უფრო უსაფრთხო ოპერაციულ სტრატეგიაზე გადასვა, არც თუ კარგია. რაც კარგია, ის არის, რომ შაბათ-კვირა გვიახლოვდება და გიტოვებთ ფოტოს, რომელშიც თქვენგან მაინც ზოგიერთი ჩანს. სწორედ ასეა, Lines on Maps-ი არ ზოგავს ხარჯებს, რომ აუდიტორია ბედნიერი იყოს. ამასობაში თქვენ შეგიძლიათ გამახაროთ, თუ ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ ასეა, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.